შემოგვერთდა ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი, იოანე ბაგრატიონის მეუღლე და ვისაუბრებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და მისი ოჯახის ურთიერთობის შესახებ მის უწმინდესობასთან. დილამშვიდობის ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო ჩვენთან მობრძანებისთვის ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად, დილამშვიდობისა. მოგესალმებით თქვენ და უღმესი მადლობა თქვენც ასევე და ულოცავ ყველას აღდგომის დღესასწაულს. ქრისტინე, ვისაუბროთ კლავტონ ქრისტინე, რა თქმა უნდა, თქვენი ოჯახის ურთიერთობის შესახებ მის უწმინდესობასთან არაერთი დღე, არაერთი ღონისძიება, არაერთი ღირსშესანიშნავი თარიღები, რომელიც მის უწმინდესობასთან გაკავშირებთ თქვენ და თქვენს ოჯახს, მაგრამ მოდით თავდაპირველად ვისაუბროთ და საუბარი დავიწყოთ იმით, თუ რა კავშირი იყო მის უწმინდესობასა და ბაგრატიონთა დინასტიას შორის. მოგეხსენებათ, ჩვენ გქონდა პატივი მის უწმინდესობასთან ახლო ურთიერთობის და მასთან არაერთი დღე გაგვიტარებია და რა თქმა უნდა, რამდენიმე ღონისძიება. მე მინდა გავიხსენო და აქედან დავიწყო, მისი უწმინდესობა ხშირად რამდენიმეჯერ იხსენებდა ჩვენთან სტუმრებთან ერთად, რომ ის ენათესავებოდა ბაგრატიონების სამეფო დინასტიას და რა იგულისხმებოდა ამაში. ის მისი დედის მხრიდან, ღუდუშაურების მხრიდან, რამდენადაც ეს ცნობილია, ღუდუშაურები იყვნენ ნათლიები მეფე ვახტანგ გორგასლისა. ნათლულები უკაცრავად. შესაბამისად, მოგეხსენებათ ქრისტიანულ სამყაროში რამდენად მნიშვნელოვანია ნათლობის საიდუმლო და ამას მისი უწმინდესობა ძალიან დიდ ღირებულებას და მნიშვნელობას ანიჭებდა და სწორედ ასე იხსენიებდა მის ნათესაურ კავშირს ბაგრატიონებთან. დიახ. და ახლა უშუალოდ რომ ვისაუბროთ თავად წინაპრებზე, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მნიშვნელობის, ძალიან ქვეყნისათვის საჭირო, აუცილებელი მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ, მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, რაც უკავშირდებოდა სამეფო სახლის მეთაურის პანაშვიდის გადახდას, ირაკლი ბაგრატიონზეა საუბარი ამ შემთხვევაში, რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით მოხდა და ასევე მათ სამშობლოში ჩამოსვენება და ის ყველაფერი დეტალურად რომ გავიხსენოთ, შეძლებს დაგვარად გვეძლევა ამის საშუალება, რომ თქვენ ისაუბროთ უფრო მეტი, რა თქმა უნდა, ფაქტის შესახებ და მისი მნიშვნელობის შესახებ. ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი გახლდათ ჩემი მეუღლის იოანეს ბაბუა. ირაკლი თბილისში დაიბადა 1909 წელს და სამწუხაროდ მას მოუხდა ემიგრაციაში წასვლა მის მამასა და გიორგისთან და დედასთან ელენესთან ერთად. თუმცა ამის წინაპირობა, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მძიმე, ბუნებრივია, ვინაიდან მოგეხსენებათ მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნეში განვითარებული მოვლენები ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ კი ბაგრატიონების დინასტიის შესახებ, ირაკლის ბაბუა ალექსანდრე ბაგრატიონი მუხრანელების შტოდან, რა თქმა უნდა, დახვრიტეს ბოლშევიკებმა სამწუხაროდ. ძალიან მძიმე ისტორია აქვს ზოგადად, უმძიმესი ისტორია ბაგრატიონების დინასტიას და შესაბამისად უკვე 1921 წელს ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესაბამისად ოჯახი უკვე რეალური ფიზიკური განადგურების წინაშე დადგა და ისინი იძულებულები გახდნენ წასულიყვნენ ემიგრაციაში, ვინაიდან აქ უკვე მთავარი კითხვა იყო, რომ ისინი უბრალოდ ჯერ ფიზიკურად საერთოდ გადარჩენილი იყვნენ და არ აღსრულებოდა მრავალი მტრების ნება, რომ ისინი სამუდამოდ გაენადგურებინათ ბაგრატიონების დინასტია. ბუნებრივი ემიგრაციაში წასვლა არ იყო მარტივი, თუმცა აქ უნდა აღვნიშნო უმნიშვნელოვანესი როლი თვითონ ამ ოჯახის და ირაკლის მთელი ცხოვრება გაატარეს საქართველოს სიყვარულით, რა თქმა უნდა, და საქართველოსთვის განმათავისუფლებელ ბრძოლაში, ამ შემთხვევაში ემიგრაციიდან. მოგეხსენებათ ეს ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სხვა სირთულეები იყო სხვადასხვა სახელმწიფოებთან კავშირისა, მის უწმინდესობას, რა თქმა უნდა,
ქონდა სიღრმისეული ინფორმაცია მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ემიგრაციაში და მისმა სხვათა შორის საინტერესო დეტალია, როდესაც მისი უწმინდესობა გახდა პატრიარქი, ეკურთხა პატრიარქად 1977 წლის 5 დეკემბერს, მაშინ უკვე ირაკლი იოანეს ბაბუა გარდაცვლილი იყო თითქმის 2 თვე. ირაკლი გარდაიცვალა 1977 წლის 30 ოქტომბერს და რამდენიმე კვირის შემდეგ მისი უწმინდესობა ეკურთხა პატრიარქად. შესაბამისად, საინტერესო აქ არის ის, რომ როგორც კი ის პატრიარქი ხდა, ერთ-ერთი პირველი რაც მან გააკეთა, ირაკლი ბაგრატიონ მუხრანელს მან გადაუხადა პანაშვიდი. შესაბამისად, ამითი მან გამოხატა მისი დამოკიდებულება ირაკლისადმი, ამ ოჯახისადმი და შემდეგ უკვე, როდესაც საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა, 1995 წელს მისი უწმინდესობის უშუალოდ მნიშვნელოვანი ჩართულობით მოხდა ირაკლის დედმამის გიორგის და ელენეს გადმოსვენება საქართველოში და მისმა უწმინდესობამ, რა თქმა უნდა, გადაწყვიტა, რომ ისინი დაკრძალულიყვნენ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. ეს არის ის ადგილი, სადაც ბაგრატიონთა დინასტიის საძვალეა მოგეხსენებათ, უმნიშვნელოვანესი ისტორიული ადგილია და მით უფრო მუხრანელები არიან სწორედ ქართლის შტოს გამგრძელებლები, მათ შორის ბაგრატიონებს შორის, ასე ვთქვათ, უფროს შტოთ მიიჩნევა და თუმცა მიუხედავად ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში აქ ყველაზე მთავარი მაინც არის მისი უწმინდესობის დამოკიდებულება ამ გვარის წევრების მიმართ. დიახ, რაც შეეხება თქვენს ქორწინებას, მისი სამეფო უმაღლესობა ბატონიშვილი იოანე ბაგრატიონ მუხრანელი და თქვენი ქორწინება, რომელიც ასევე მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით შედგა, ასე ვთქვათ. ეს რომ გავიხსენოთ, როგორი იყო თქვენი შეხვედრა, როგორი იყო თქვენი ეს ურთიერთობა უწმინდესთან საწყის ეტაპზე. მე ახლა ვიხსენებ იმ მომენტს, როდესაც მისი უწმინდესობა აი ამდენად დიდებული ადამიანი, ისეთი თავდაბალი, უშუალო და ყველასთან თანასწორი, ასეც ვიტყოდი, იყო, რომ თითქოს მაშინ ეს ჩემთვის მასთან შეხვედრა განსაკუთრებული იყო, რა თქმა უნდა, თუმცა ეს იმდენად ჰარმონიულად აკეთებდა ამ ყველაფერს, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ხვდები მან რამდენად დიდი ასე ვთქვათ, მხარდაჭერა გამოუცხადა, რა თქმა უნდა, იოანე დაბრუნდა საქართველოში, ჩვენ დავბრუნდით 2014 წელს, იოანემ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და აასრულა მისი ბაბუის სურვილი და დანატოვარი, ასე ვთქვათ, რომ ის უნდა დაბრუნებული იყო საქართველოში და სასურველი იყო, ასე ვიცით, ოჯახში, რომ შეექმნა ასევე ქართული ოჯახი. ერთ დღეს 2014 წელია მის უწმინდესობასთან იოანეს ყავდა მნიშვნელოვანი სტუმრები და ვიყავით საპატრიარქოში. პატრიარქმა მიიღო მისი სტუმრები, ისაუბრეს და სულ ბოლოს, ჩემთვისაც სრულიად მოულოდნელად, მის უწმინდესობას თხოვა დაალოცვა და ლოცვა კურთხევა ჩვენი ქორწინებისათვის. მან მე წარმადგინა როგორც მისი საცოლე და რაღაცნაირად თითქოს აიღო მისგან დაალოცვა და მისთვის მნიშვნელოვანი აქ მინდა გამოვყო ის, რომ იოანეს დაბრუნების შემდეგ მისმა უწმინდესობამ მისთვის შეასრულა უდიდესი, ასე ვთქვათ, დამხვედრი ადამიანის როლი, უდიდესი მხარდამჭერის როლი. ეს უმნიშვნელოვანესი იყო მისთვის ემოციურად, მორალურად და ასე შემდეგ. შესაბამისად, მე არ დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც გაიღიმა ამ დროს, საოცრად გაიღიმა მისმა უწმინდესობამ, მე გამომხედა და შემდეგ დაგლოცა. ამ დღის შემდეგ დავიწყეთ ქორწინების ორგანიზება და უკვე სრულად მისი უწმინდესობის ჩართულობით, მითითებით გავაკეთეთ ყველა დეტალი. ჩვენ შემდეგ შეხვედრა გქონდა გარკვეული პერიოდი შემდეგ რეზიდენციაში, სნოში, ყაზბეგში მის უწმინდესობასთან, სადაც განვიხილეთ მცირე დეტალები და მაშინ გადაწყდა კვირა დღე. ეს უნდა ყოფილიყო კვირა დღე, ვინაიდან საეკლესიო მიდგომით კვირა დღე მიიჩნევა სწორედ სადღესასწაულო დღედ და შემდეგ გეგმავდით ქორწინებას, თუმცა სამწუხაროდ იოანეს მამა ავადობდა, ბაგრატი და
ბაგრატის გარდაცვალების სამწუხაროდ 2017 წელს იგი გარდაიცვალა, შემდეგ კიდევ ერთი წელი იოანე რა თქმა უნდა მოიცადა მისი პატივისცემისადმი და შემდეგ 2018 წლის 3 ივნისს ვიქორწინეთ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, რომელიც იყო ასევე მისი უწმინდესობის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა. და რაც შეეხება არაჩვეულებრივ მომავალს ბაგრატიონ მუხრანელის შტოს გაგრძელების, ასე ვთქვათ, ბაგრატი, რომლის ლოცვა კურთხევაც, რომელაც ლოცვა კურთხევას სწორედ უწმინდესგან მიიღო, რომის მონათლული იყო და მის სახელზე სწორედ ნათლობისას ხეც კი დაერგო როგორც ვიცით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. დიახ, სწორედ ასე იყო. ჩვენი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდა შემდეგ ეტაპზეც და ბაგრატი დაიბადა ნათლისღებას 19 იანვარს 2021 წლის და მოგეხსენებათ, მაშინ მძიმე პანდემიური პერიოდი იყო. მის უწმინდესობასთან სრული კოორდინაციით ასევე გადაწყდა მისი ნათლობა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, უკვე სრული წესების დაცვით პანდემიას გულისხმობ, რა თქმა უნდა, ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანები იმყოფებოდნენ ტაძარში ამ დროს და ბაგრატს ეწოდა 31 მაისს მოინათლა და ეწოდა წმინდა კეთილმსახური მეფე საქართველოს გამაერთიანებელი ბაგრატ მესამის სახელი და შესაბამისად ამ დღეს ღვთაწილად პატივი რომ დარგული იყო ხე მისი ნათლობის სახელზე, მისი უწმინდესობის ხის გვერდით, ეს არის 2 1000-ლოვანი ზეთისხილის ხე და მის გვერდით დაირგო ბაგრატის სახელზე ნათლობის საიდუმლო აღასრულა მისმა მაღალყოვლად უსამღვდელოესობა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა და რომელიც ასევე მისი ნათლია და მან უსახსოვრა ეს ხე. დიახ, მოდით ვისაუბროთ არაერთი მნიშვნელოვანი დასამახსოვრებელი დღეების შესახებ, რომელიც თქვენ გაკავშირებდათ მის უწმინდესობასთან. ჩვენ საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ კიდევაც, რომ არაერთი ღონისძიება, არაერთი მნიშვნელოვანი თარიღი მის უწმინდესობასთან ერთად გაატარეთ და არ არსებობდა დაბადების დღე, რომ თქვენ არ ჩამოსულიყავით მისი უწმინდესობის დაბადების დღეზე, არ შეხვედროთ ამ დღეს ამ თარიღს მასთან ერთად და ამას გარდა კიდევ არაერთი გასახსენებელი დღე არის ხომ თავისთავად საინტერესო საუბრებით, საინტერესო დეტალებით რომ მოგვიყვეთ თუ შეიძლება თქვენი დამოკიდებულება მის უწმინდესობასთან როგორი იყო და გარდა ამისა კიდევ თავად მისი უწმინდესობის მოგონებები, ასე ვთქვათ, როგორი იყო საუბრები, რაზე ამახვილებდა უფრო მეტ წილად ყურადღებას, რაზე მიუთითებდა, რა იყო მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნისთვის, ასევე ოჯახისთვის. აი ეს ყველა დეტალი გვაინტერესებს, რა თქმა უნდა. 2000 საქართველოს საზღვრები გაიხსნა იოანე მის მამასთან ერთად 91 წელს ჩამოვიდა საქართველოში პირველად და ამ პერიოდიდან მოყოლებული მათ ახლო ურთიერთობები ჰქონდათ, რა თქმა უნდა, მის უწმინდესობასთან. 2014 წელს ჩვენი საქართველოში დაბრუნებიდან და უკვე აქ დაფუძნების შემდეგ ეს ბევრად, რა თქმა უნდა, უფრო ხშირი გახდა და ჩვენ გვქონდა პატივი, რომ მის უწმინდესობასთან გაგვეტარებინა თითქმის ყველა აღდგომის, შობის და აღდგომის დღესასწაული. ამავდროულად მისი დაბადების დღე 4 იანვარი. ამას გარდა გვქონდა შესაძლებლობა, რომ საღამოს ლოცვაზეც დავსწრებოდით მასთან ერთად. იცით, რომ იოანე ძალიან მორწმუნე ადამიანია, აქტიური მაზიარებელი და თუ კი ამის საშუალება იყო, ეს იყო დიდი წყალობა ჩვენთვის, რა თქმა უნდა და ყოველთვის ვიყავით მის უწმინდესობასთან ერთად. ის გვერდი დაგვისვამდა ხოლმე და ხშირად გაიხსენებდა ისტორიულ ფაქტებს, ურთიერთობებს ბაგრატიონებთან, მოუწოდებდა სხვათა შორის, რა თქმა უნდა, ბაგრატიონებს, მათ იოანესაც, რომ ისინი უნდა იყვნენ ერთი ოჯახი, ერთიანი ოჯახი და სწორი, რა თქმა უნდა, მაგალითის მიმცემი ყველასთვის. შესაბამისად, მასთან გატარებული ყოველი წამი თითქოს საგანძური იყო. ის მართლაც ბრძენი ადამიანი, უაღრესად განათლებული, რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, იმდენად საინტერესო და არა მარტო საინტერესო, უფრო ვიტყოდი, მასთან საუბარი თითქოს თუნდაც მცირე ადამიანს გამდიდრებდა სულიერად
და ცნობიერებით ბუნებრივია და თითქოს უფრო და უფრო სხვანაირად შეგეძლო შემდეგ საკითხების დანახვა. ამას გარდა გავიხსენებ ასევე ირაკლისსაც გაიხსენებდა იოანეს ბაბუას რამდენიმეჯერ რომ ირაკლი ემიგრაციაში მოგეხსენებათ რომ ის ძალიან აქტიური პიროვნება იყო. ირაკლი იყო მებრძოლი ბაგრატიონი. აქ განსაკუთრებულად პატრიარქი გამოარჩევდა ასევე ამ დეტალებს რომ ირაკლის ოჯახი ქართლის მომხრანელების შტო სწორედ იმიტომაც მოხდა ემიგრაციაში რომ მათ არ დათმეს გვარი, არ დათმეს სამეფო ღირსება და მათ მთელი ცხოვრება გაატარეს ბრძოლაში საქართველოს განთავისუფლებისათვის. ეს ურთულესი პერიოდი მოგეხსენებათ რომ პატრიარქისთვის მის იღებდა როგორც განსაკუთრებულ მიძღვნას, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ირაკლი ბაგრატიონის მეორე ქორწინების შვილიშვილია ჩემი მეუღლე იოანე და ირაკლი 1000 ემიგრაციაში ყოფნისას ბუნებრივია 1946 წელს დაქორწინდა ესპანეთის პრინცესასთან და მასთან შეეძინა ორი შვილი მარიამი და ბაგრატი და ბაგრატის შვილია იოანე. შესაბამისად ირაკლი პრინციპში პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ბაგრატიონები სისხლით დაუნათესავდნენ უდიდეს სამეფო გვარებს, როგორიც არის ესპანეთის და საფრანგეთის ბორბონების დინასტია, ავსტრიის ჰაბსბურგების დინასტია და ბავარიის ვიტერსბახების გერმანიის დინასტია. შესაბამისად, ასეც შეიძლება ეს იყოს აღქმული, რომ მოგეხსენება დინასტიური კავშირი და ქორწინება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ეს იყო სიყვარულზე დაფუძნებული ისტორია, ეს ყველასთვის ძალიან ცნობილი ამბავი იყო მარია მერსედესის და ირაკლის სიყვარულის ისტორიის შესახებ და აქ მოხდა ძალიან საინტერესო ფაქტი. როდესაც ირაკლი იმყოფებოდა ემიგრაციაში, მაშინ მოგეხსენებათ, გასაგები იყო, რომ ის სამეფო ოჯახის შთამომავალი იყო, თუმცა მას არ ჰქონდა ოფიციალური სტატუსი, ბუნებრივია. და მაშინ მარია მერსედეს, რომელიც იყო ესპანეთის ინფანტა, ძალიან მაღალი სტატუსი ჰქონდა ესპანეთში, მისმა მამამ, ბავარიის პრინცმა და მისმა ბიძამ, ესპანეთის მეფე ალფონსო მე-13-მ ირაკლიზე გააკეთეს მოკვლევა. იყო თუ არა ეს ქორწინება თანასწორ უფლებიანი. მოგეხსენებათ მე-20 საუკუნეში ეს ჯერ კიდევ მაშინ მნიშვნელოვანი იყო, რომ ესე დაქორწინებული იყვნენ და ამისათვის მათ მიწერეს წერილი ვლადიმერ კირილოვიჩ რომანოვს, რუსეთის საიმპერატორო ტახტის მეთაურს, მიიჩნევდა თუ არა ამ ქორწინებას თანასწორუფლებიანად. სხვათა შორის აქ საინტერესო დეტალი არის ის, რომ ამ პიროვნებამ ძალიან პასუხისმგებლიანად მიუდგა ამ საკითხს და წერილს არამსთუ წერილი დაუბრუნა უკან, არამედ ირაკლიზე ჩაატარა საფუძვლიანი მოკვლევა, მან დაუკავშირდა მიხეილ მუსხელიშვილს, მოგეხსენებათ უდიდეს ქართულ მეცნიერს, რომელსაც ასევე ჰქონდა რა თქმა უნდა კავშირები საქართველოში და მოიკვლიეს ირაკლის გენეალოგია, მოიკვლიეს ირაკლის სამეფო დინასტიური სისხლის შესახებ ყველა ინფორმაცია და მან გამოსცა 1946 წელს იურიდიული დოკუმენტი, ანუ დეკრეტი, რომელსაც ქვია ბაგრატიონთა სახლის სამეფო ღირსება. და ეხლა რა თქმა უნდა არ შეგაწყეთ თავს ამ დეტალებზე, სადაც ის აღწერს მისი წინაპრების მიერ განხორციელებულ ქმედებას ჩვენი ქვეყნის წინაშე და ის უარყოფითად ახასიათებს ამ მოვლენას, რაც თქვათ მისმა წინაპრებმა ჩვენი საქართველოს ისტორიას გულისხმობ, რა თქმა უნდა, მე-19 საუკუნეს და შესაბამისად მან დაამოწმა ის ფაქტი ამავდროულად და აღიარა, რომ ირაკლი ზუსტად იგივე სამეფო ღირსების მატარებელი არის, როგორც ესპანეთის მაგალითად სამეფო ოჯახი და ამის შემდეგ მათ შეძლეს ქორწინება. შესაბამისად, დღევანდელი ესპანეთის მეფე, მისი უდიდებულესობა იოანეს ბიძაშვილია და დღევანდელი ესპანეთის მეფის დიდი ბაბუა ალფონსო მე-13 და იოანეს დიდი ბებია მარია ტერეზა იყვნენ დაძმანი.
შესაბამისად მის მოუწმინდესობამ ისტორია ბაგრატიონების სამეფო დინასტიის შესახებ ძალიან კარგად იცოდა და შესაბამისად ის 8 წლის პერიოდი თავისთავად შეაფასა სწორად და მართალი ბრძანდება მათი გადმოსვენებაც აქ მოხდა პანაშვიდის გადახდაც და ირაკლის გადმოსვენებაც ირაკლი ჯერ კიდევ მადრიდშია დაკრძალული და ირაკლის გადმოსვენების სურვილი ჰქონდა და მას არაერთხელ უთქვამს ეს ჩვენთვის რომ მისი ადგილი სვეტიცხოველშია და შესაბამისად ეს ყველაფერი მოვყევი იმიტომ რომ გამეხსენებინა მისი დამოკიდებულება ამ ოჯახისადმი და რაც ყველაზე მთავარია არ მოხდა ისე რომ აღსრულებულიყო მტრების ნება ბაგრატიონთა დინასტია გადარჩა დღეს ისინი ცხოვრობენ საქართველოში და ამისათვის უღრმესი მადლობა რა თქმა უნდა მის უწმინდესობას უდიდესი მხარდაჭერისათვის და მე უბრალოდ მადლობ უფალს რომ ეხლა კადრებსაც რომ ვუყურებდი თითქოს დრო გავიდა მაგრამ მაინც რთულია ყველაფრის გახსენება მისი უწმინდესობა ჩვენს ქვეყანაში ასე ვთქვათ თანამედროვე ლიდერი როგორ შეიძლება შეხედო ადამიანს რომელმაც თავი მიუძღვნა ქვეყანას და მის ხალხს ეს სწორედ იდეალური მაგალითია და მე ვუსურვებდი ყველას რომ ყველას შევძლოთ ისეთი სიყვარულით ცხოვრება რომ სხვისთვის ჩვენი ცხოვრება მაინსპირირებელი გახდეს ძალიან დიდი მადლობა გმადლობთ მობრძანებისთვის, ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის და მისი უწმინდესობის გახსენებისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახლდათ ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი, იოანე ბაგრატიონის მეუღლე.